ჩვენ ვიმყოფებით უწმიდესის მშობლიურ სოფელში, სოფელ სნოში. მადლობა უფალს, რომ მოგვეცა იმის საშუალება ჩვენი სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი უწმიდესის მიმართ. მისი მშობლიური სოფლიდან სნოდან მივულოცოთ აგელოზის დღე. ხშირად სიტყვები არ არის საკმარისი გზნობების გამოსახატავად. ჩვენო პატრიარქო გილოცავთ აგელოზის დღეს. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით. მინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ღმერთმა მოგმადლოთ ძალა, დღეგრძელობა და მხნეობა. ყოველი თქვენი სიტყვა არის მაგალითი, როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. ღმერთმა არ მოგვაკლოს თქვენი ტკბილი ხმა და ლოცვა გურთხევა. მადლობა უფალს, რომ საქართველოს ასეთი პატრიარქი ყავს. მადლობა თქვენ ჩვენო პატრიარქო. თქვენ უწმინდესობავ თქვენი მშობლიური კუთხიდან, ხევიდან და თქვენი საყვარელი სოფლიდან სნოდან გილოცავთ ანგელოზის დღეს. თქვენ შექმნით ეპოქა და ისტორია. თქვენ ხართ ღირსეული შთამომავალი იმ დიდი პატრიარქებისა და დიდი წინაპრებისა, ვის ნაკვალევზეც გიწევთ სიარული. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვართ თქვენი თანამედროვეები და ჩვენ გვიწევს თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ მსახურება. შეუფასებელია ის ღვაწლი ეკლესიის და ერის წინაშე, რაც თქვენ გასწიეთ. მრავალჟამიერ თქვენს პატრიარქობას. სნოში ხშირად ჩამოვზამდებოდა უწმინდესი სოფელში და მაშინ შევხვდით, ახლა მთელი ეპარქია იკრიბებოდა და უდიდესი დღესასწაულის ტოლფასი იყო უწმინდესის ჩამოგზანება და აი ახალი ჩამოსული ვიყავი და მაშინ ნახე პირველად უწმინდესი პირადად და დავგლოცა. შემდეგ პერიოდულად მობზანდებოდა ყოველ ზაფხულს რამოდენიმეჯერ. 2011-ში გაიხსნა ეს ტაძარი სექტემბერში და მანამდე სანამ იკურთხებოდა, უწმინდესმა აკურთხა უშუალოდ, გამოაგზავნა ეს ხატები. უშუალოდ მისი დაწერილი არის წმინდა მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზის ხატები არის. მთელი გულით უსურვებ პატრიარქ ჯანმრთელობას, აი მართლა მიწიერი სიხარულით არის დაცვლილი, მაგრამ საღვთო სიხარულით არის აღსილი. და ჯანმრთელობას უსურვებ, რა თქმა უნდა. ერის მამა არის მისი მოთმინებით და მისი მორჩილებით იცავს უფალი საქართველოს. ჩვენს უწმინდეს ულეცავ ანგელოზის დღეს და რაც ყველას გვინდა და მე პირადად გვინდა რომ დიდხანს სიცოცხლეს. და ღმერთმა მისი თავი გვიმყოფოს დიდხანს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა საქართველოს და ყველა ქართველი ულოცავთ პატრიარქს. ღმერთმა დიდხანს ჩვენთან ერთად ამყოფოს. პირველად პატრიარქს შევხვდი ფერისცვალების მონასტერში მივედი პირველად და დედა მარიამ იღუმენია მარიამ მიქელაძემ ჩამიყვანა საპატრიარქოში. მე ვიდექი და ზურგს უკან ვიდექი და უცებ შემოტრიალდა და თქვენ რამდენი წლისა ხართ ესე მკითხა და აი ეს პირველი რაღაცა მოხდა თითქოს აი რაღაცა არ ვიცი ძალიან დიდი იყო. აი ხაც მიჭირს რომ ვერ ვიტერ მის სიყვარულს რაც მაშინ განიცადე და მე პატრიარქმა თავარი გვასწავლა როგორ უნდა ემსახურო ღმერთს და ადამიანს. რა ვიცი ძალიან ისეთი გრძნობა არის რომელსაც ესე ვერ იტყვი. ძალიან დიდია. ჩემთვის არის სიმდაბის მაგალითი, სიყვარულის მაგალითი და არ ვიცი ყველაფერს ისე ვერ ვაკეთებ როგორც დაგვარიგა, მაგრამ ვცდილობთ.
და მთავარი მის სიტყვები სულ მახსოვს, რომ არასოდეს შეგეშინდეს. ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება და ვცდილობთ. თქვენო უწმინდესობა გილოცავ ნერვიულობთ რა. რომ ის გამახსენებთ. გილოცავთ მთელი სიყვარულით. დიდი ხანი გვიმყოფოს ღმერთმა თქვენი თავი, მრავალჟამიერ და გვიყვარხარ ჩვენო პატრიარქო. დაახლოებით 15-20 წელია რაც ვიცნობ პატრიარქს. მქონდა ბედნიერება მასთან შეხვედრის სნოში, როდესაც ჩამოგზანდებოდა ხოლმე პატრიარქი იმ პერიოდისათვის მეც ჩამოვდიოდი თბილისში და მაშინ თბილისში ცხოვრობდი. ეხლა რომ ვიხსენებ იმ მართლა ბედნიერი წუთები იყო და ჩემი ცხოვრების ბედნიერი დრო. დიდი სიყვარულით ულოცავ ჩვენ პატრიარქს თავის ანგელოზის დღეს. ღმერთმა გითხრას გვიცოცხლოს ჯანმრთელი ბედნიერი მთელი საქართველოს საკეთილდღეო და ჩვენი ეკლესია მონასტრების საკეთილდღეო.